საუკუნის მანძილზე ქართველ ქალს არ ქონდა უფლება, რომ ღვინის დამზადების პროცესში მონაწილეობა მიიღო. მხოლოდ ვენახში შეიძლებოდა ყოფილიყო დამხმარე. თუმცა საბედნიეროდ წლებთან ერთად ეს დამოკიდებულება შეიცვალა და სწორედ თავად ღვინის ტექნოლოგმა ქალებმა მოახერხეს ეს. მეღვინე ქალები არიან დღეს ჩვენი სტუმრები და წარვადგენთ მაიკო კაციტაძე, ქეთო ნინიძე, გიული ფანჩულიძე და მანანა ახვლედიანი. დილამშვიდობის მოგესალმებით და აი ეს სასწაულები თქვენთან ერთად უნდა მოვახდინოთ, სადმე დავჭდები მეც. ვიძებნება ადგილი. ხო. ვიძებნება ადგილი. ანუ მე მგონი რაღაცნაირად სწორად ვთქვი, ხო? მართლაც რაღაცნაირად წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში ქალს და გამიგია კიდევ საწნახელში ქალის ფეხი როგორ შეიძლება და ჩადგმულიყო ის შეურაცხყოფას აყენებდი ღვინოს მარანში შეიძლება. არც მარანში არ უშვებდი. ხო, არც მარანში და ეხა პირიქით კარგი. ვიცი, კაცები კარგები არიან სამზარეულოში. ქალები კარგია ტენდენცია. ფემინიზაცია შეიძლება. ხო და აი როდის მოხდა რაღაც ის გარდაქმნა და როდის გამოფხიზლდით რომ ეს ყველაფერი ესე არ არის. ეცეთ რა შეასაქმე, პრინციპში ქალები ყოველთვის აკეთებდნენ ამზადებდნენ ღვინოს, უბრალოდ არ ჩანდნენ ჭრილში. აი თუ ავიღებთ ომის დროს მამაკაცები ომში იყვნენ და მაშინ ვინ აკეთებდა ამ ღვინოს? მე მახსოვს რაჭველ ქალებს ველაპარაკებოდი, რაღაც მიყვებოდნენ თავიანთ ისტორიას მოხუცები და ესენ გვეუბნებოდნენ რომ ომში როდესაც იყვნენ მათი მეუღლები, ისინი ამზადებდნენ ამ ღვინოს და ყოველთვის უვლიდნენ. კი, ყოველთვის ჰქონდათ მათ ღვინო იმისთვის რომ მეუღლები უკან რომ დაბრუნდებოდნენ, ხვავი და ბარაკა დახვეწდნენ. ხო, მაგრამ ეს ყველანი მაინც ერთად ჭრილში იყვნენ ქალები და ახლა მე შემიძლია ვთქვა რომ 90-იანი წლების შემდეგ ქალები გამოვედით ამ ჭრილიდან და საერთოდ მე მგონი 90-იანი წლებიდან დაიწყო ქალების გააქტიურება და რაღაცნაირად ყველაფერი ქალების კისერზე გადავიდა და მეტად გააქტიურდნენ ასე ვთქვა. და დავიწყეთ უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი მუშაობს ღვინის საწარმოებში, მუშაობდა, დღესაც მუშაობს და უკვე ყველა ქალებმა გადაწყვეტეს რომ ბოლოს და ბოლოს რადგან მუშაობენ მათ გამოცდილება აქვს სხვათა შორის სოფლიოში ყველაზე კარგი სომელი ქალები არიან. და ჩვენს ქართულმა ქალებმა გადაწყვეტეთ ქონოდა ჩვენი დაგვემზადებინა ღვინოები და ყოველწლიურად იმატებს მოდენება. იცით რა აქვე დავამატებ რომ არა მარტო 90-იან წლებში 19 საუკუნეში იყო ასე ვთქვათ პირველი მერცხლები, ეს იყო ბარბარა იმერლიშვილი, ვისაც ჰქონდა დიდი საწარმო, იყო სალომე დადიანი მიურატის მეუღლე, რომელმაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა საქმე, იყო დავით სარაჯიშვილის მეუღლე, ქალბატონი ეკატერინე ფორაქიშვილი, რომელმაც ასევე გააგრძელა, მაგრამ იმებს უფრო გლობალური მასშტაბები ჰქონდა და ჩვენ ასე ვთქვათ უკვე ნელ-ნელა დავარღვიეთ ეს სტერეოტიპები და ასე გადმოვინაცვლებთ მეღვინეობის სფეროში და უკვე გლობალურად, აი გლობალურ მასშტაბებს აღწევს ქალების ჩართულობა ამ ღვინის ინდუსტრიაში. ის გადასარევი, მაგრამ თქვენ თითოეულ თქვენთაგანს აქვს ძალიან საინტერესო ისტორია. როგორ დაიწყეთ? მე ვიცი რომ ქვევრის ღვინოსაც აკეთებ. ხო, ქვევრის ღვინოს. კი ბატონო, თქვენ ქვევრის ღვინოს. ჩემი თქვენ საერთოდ გადასახლებით. არა, ხო. აი ეს ორი გადასახლები. გადასახლებული კი არა, გასამოთხევებული, ესე ვიტყოდი. მართალია. კი. ჩვენი ისტორია ესე დაიწყო. უკაცრავად ბოდიში. თავიდან მე წერდი ღვინოს და ეხაც ვწერ და რაღაცნაირად ამან მოიტანა რომ ძალიან უფრო და უფრო აქტიურად ჩავერთეთ ამ საქმიანობაში, თავიდან ექსპერიმენტულად დავაყენეთ. მე არ ვარ განათლებით მეღვინე, უფრო ოჯახური მარანი მაქვს და მოკლედ აი ამან ყველაფერმა მოიტანა ის რომ გადავედი საცხოვრებლად მარტვილში და ეხა იქ გვაქვს პატარა წარმოება, ღვინის ტურიზმი. ჩამოდის და აინტერესებთ ეს ქვევრის ღვინო არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ახალი ტრენდია მთელ მსოფლიოში და არიან დაინტერესებულები ქვევრის ღვინით, ქალების ღვინით, სხვა შორის საქართველოდან, იმიტომ რომ მართლაც აი განსაკუთრებული ინტერესია, როცა იგებენ რომ აი რაღაცა ახალია მათთვის, ეს ყოველთვის გვეკითხებიან რომ აი როგორი მდგომარეობა ამ ხრივ ამ პატრიარქალურ კულტურაში, როგორ ახერხებ თავის დამკვიდრებას, ძალიან დიდი ინტერესია და შეიძლება ითქვას რომ განსაკუთრებული ინტერესი. ეს უცხოელების, ქართველებისთვის როგორ არის გამბავი? აი რომ იგებენ რომ
ხალია მეღვინე რაღაცნაირად მომიხევი არა ეხლა შეეჩვენეს პირველად ცოტა რთული იყო ანუ აი რა მაინტერესებს რა პრეტენზია მე მაგალითად ან დაჯექნელია ხო მე მქონდა ეს შემთხვევა როცა ღვინო ჩამოვასხი და მივიტანე რომ მაინტერესებდა რომ გაესინჯათ მამაკაცებს რაღაც გარკვეულად შეეფასებინათ მითხრეს რომ ნუ გაგვიწყალეთ ამ ქალებმა გული რაღაც ეს ღვინო მაინც გვაცალეთ და ხო რაღაც ეგალაცანო გასინჯეს მაგრამ მე როცა გასინჯეს უკვე აზრი შეეცვალათ კი და ახლა შემიძლია ვთქვა რომ აი ესეთი მკვეთრად რომ რაღაც წინაღობებს ხვდებოდეთ აღარ არის არა, ბოლო 10 წელია, აი არის სოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მწერალი ჯენსის რობინსონი, ღვინის მწერალი, რომელიც ამბობს, რომ ბოლო 10 წელს უწოდებს ღვინის ფემინიზაციის პერიოდს და აი თან სოფლიოში და სხვა შორის ეს ტენდენცია ძალიან კარგად აისახა საქართველოსაც, რომ ძალიან ბევრი ქალი მეღვინე გამოჩნდა, ძალიან დასაფასებელია, რომ ოჯახებმაც ხელი შეუწყეს თავიანთი ოჯახის წევრი ქალების წინწამოწევს, მეუღლეების, ქალიშვილების, დების. ეს შეიძლება პირველი ეტაპია და მე შეიძლება უკვე დამოუკიდებლადაც მამაკაცების მხარდაჭერის გარეშეც აი რა ხო ძალიან მაინტერესებს მე პირადად მაინტერესებს აი რამდენი ხანია საჭირო რამდენი წელი რომ აი საფუძვლიანად ჩაჯდე ამ იმაში რა ქვია გარემოც შექმნათ და ღვინოც ამის გამოცდილება მე მაქვს 90-იანი წლებიდან იმავე სახსენებელ 90-იანი ბნელი პერიოდიდან გადავწყვიტე რაღაც საკუთარი ბიზნესი გამაკეთებია მივატოვე სამსახური და დავიწყე სასტუმროწიკური ტიპის სასტუმრო, რომელიც მაშინ იშვიათი იყო და წარმატებით 20 წლის განმავლობაში ვამუშავე, მაგრამ მთელი შემოსავალი მიდიოდა თბილისთან ახლოს, შევარჩიეთ თავისუფალი სივრცე, სადაც წარმოგვედგინა ჩვენი მომავალი ცხოვრება, ასაკში შესულებს და ნელ-ნელა ვამზადებდით ამ სიტუაციას, შევქმენით ვენახი, შევქმენით შენობა, სადაც და შევქმენით მარანი, მაგრამ არ ქონდა ქვევრები. ქალბატონ გულიკო, ამას როგორ მარტივად ამბობს ეხლა? მაგრამ ეს რა პროცესია თან იმ პერიოდში. ხო, ნუ აი ფაქტიურად წარმოუდგენელი. 20 წლის განმავლობაში ველოდებოდით იმ შედეგს, რაც დღეს დადგა. ჩემი მეუღლე, მთელი ჩემი ოჯახი, ახლობლები, რა თქმა უნდა, გვეხმარებოდნენ ამ საქმეში, მაგრამ ძირითადი წარმმართველი ძალა ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. და დღესაც ესია და გავაგრძელეთ 8000 წლიანი ქვევრის ისტორია. ეს ქონდა ჩავყარეთ ქვევრები და ამჟამად გვაქვს ქვევრის შესანიშნავი სამი სახეობის ღვინო თავისი ბიოვენახით, რაც ახლოს არის თბილისიდან 2 კილომეტრში სულ. აი ქვევრი გასაგებია ჩვენ ევროპულად იმიტომ რომ მოსარჩევადებს აბა ჩემო ნიკოლას კი თვითონ ჩემი კონცეფცია ასეთია რომ ეს არის კომპანია Madame Wine და უკვე სახელიდან გამომდინარე მე დავაგემოვნე უკვე პროზე და ესა იცით რა არის კომპანია რითი აქტიურად ქალები ვართ ანუ შემდგომ მოკლედ თქვა ქალები ამზადებენ ღვინოს ქალებისთვის აი ასე ეს ძალიან დაკონკრეტებულად იმიტომ რომ არ დავლიო აი შემდეგი კითხვა ყოველთვის ასეა ძალიან საინტერესოა როგორ არის თემატურად არის როგორ აქ მაგალითად ღვინო სადიასახლისო იმიტომ რომ დიასახლისმა გამოიყენოს და სხვა შორის ამბობენ რომ ღვინო თოდვა რაღაც კერძში პირიქით როდესაც კარგი ღვინოს გამოიყენებთ კერძი გაცილებით უფრო კარგია ამიტომ ასევეა ღვინო მაგალითად სხვა დროს ამბობდნენ მაგას ხო ნუ ეხლა გარკვეული ხო რაღაც გარკვეული მას მინდა მიეჩვიონ კულტურას და ამიტომ არის მაქვს ასევე ღვინო სავარდო რაღაც უფრო ესეთი ნახევრად კბილი და წარმოიდგენს უფრო რომანტიკული რაღაც ღვინო და ასე შემდეგ. ანუ აქ არის ღვინოები ქალის სხვადასხვა ქალის ხასიათიდან გამომდინარე შექმნილი ბუკეტი და სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე. აი ამ კუთხით არის ჩემი ღვინოები საინტერესო და ამიტომ გადავწყვეტე რომ ევროპულად ჩავომესხა, იმიტომ რომ ძირითადად ექსპორტზე გამაქვს ეს ღვინოები და ამიტომ ეს ყველაფერი აქ დაცულია ყველა ევროსტანდარტები, რასაც ითხოვთ. მე არ მინდა რომ თქვენ დაგემშვიდობოთ, არა, იცი რა, არ მინდა. აი ესეთი სურვილი მაქვს, რომ აი რაღაცნაირად არ მინდა რომ დაგემშვიდობოთ. რეკლამაზე გავიდეთ. ესე გულაო